ელინისტური ხანის ისტორიოგრაფიაზე გავლენა იქონია იმ პერიოდის ფილოსოფიურმა აზროვნებამაც, კონცეფციებმაც, შეხედულებებმა და ძალიან მოკლედ შევეხები ორს, დემოკრიტესა და ეპიკურეს, იმიტომ რომ ორივე მეტნაკლებად განსხვავდება ერთმანეთისგან და ამავე დროს მათ თვალსაზრისებს გავლენა ნამდვილად ჰქონდა ეპოქის აზროვნებაზეც და კერძოდ ისტორიკოსთა შეხედულებებზეც. რით არის ცნობილი დემოკრიტე, ის ითვლება ასე ვთქვათ მატერიალისტური ფილოსოფიის ფუძემდებლად, ასე ითვლება და ყოველ შემთხვევაში ამაზე და ფილოსოფოსებმა იდეონ რამდენად სწორია და მეორე ფიზიკის ფუძემდებლად. მან შექმნა ძალიან მნიშვნელოვანი რამ შექმნა სამყაროს ატომური აგებულების მოდელი, ანუ როდესაც სამყარო წარმოიდგინა ელემენტარულ ნაწილაკთა, ატომთა, ამ ელემენტთა მოწესრიგებულ მოძრაობად და შესაბამისად გარკვეულწილად განავითარა დეტერმინისტული მიდგომები, ანუ როდესაც ამ წესრიგში, ამ თანმიმდევრობაში, ასეთ სიზუსტეში არის ყველაფერი ერთმანეთისგან განპირობებული. დეტერმინიზმი ამ შემთხვევაში მხოლოდ აუცილებელი გარემოებებით განსაზღვრავდა რაიმეს განვითარებას, მათ შორის საზოგადოებრივ ასპარეზეც, ანუ ისტორიაშიც, გამორიცხავდა, თქვათ, ყოველგვარ შემთხვევითობას და მათ შორის გამორიცხავდა გარკვეულ ზებუნებრივ ძალთა მონაწილეობას ამ პროცესში. განსხვავებული მიდგომა რამდენადმე ოღონდ არასრულად ეკუთვნის უკვე მეორე დიდ მოაზროვნეს ეპიკურეს, რომელმაც ერთი მხრივ ატომისტური თეორიის განმავითარებლადაც შეგვიძლია ჩვენ წარმოვიდგინოთ და მეორე მხრივ მან უარყო ყოველგვარი ფატალიზმიც, ანუ ბედისწერა და უარყო ასევე ბოლომდე დეტერმინიზმიც. ის თვლიდა, რომ არა მხოლოდ აუცილებლობა, არა მხოლოდ ეს შინაგანი განპირობებულობა ამოძრავებს პროცესს, არამედ არის აუცილებლობაც, არის თავისუფლებაც და არის გარკვეული შემთხვევითობების პრინციპიც დასაშვები, შემთხვევითობების დასაშვები ყოველ შემთხვევაში ისტორიაში. ძალიან კარგად გადმოგცემს ჩვენ ეპიკურეს დამოკიდებულებას საკითხისადმი, თქვათ, ფატალიზმის მიმართ, ეს ერთი პატარა ამონარიდი შობს დაუჯეროთ ზღაპრებს ღმერთების შესახებ, ვიდრე დავემორჩილოთ ბედისწერას. ეს ზღაპრები იმეც მაინც გვინერგავენ, რომ ღმერთების გულს მადდამი პატივისცემით მოვიგებთ, ბედისწერა კი ულმობლად გარდაუვალია. ეს როგორც შეგვიძლია ჩვენ წავიკითხოთ, ამ შემთხვევაში როდესაც საუბარი არის ბედისწერაზე, ანუ წინასწარ განსაზღვრულობაზე, რაღაც მოვლენისა, რაღაც პროცესისა, მისი შეცვლა ყოვლად წარმოუდგენელია, ამიტომ ბედისწერა ულმობელია, ბედისწერის შემოტანით ისტორიაში, ბედისწერით ახსნით ისტორიული პროცესებისა, ჩვენ მივიღებთ მხოლოდ იმას, რომ ადამიანები მოკლებულნი არიან ყოველგვარ თავისუფალ მოქმედებას, ყოველგვარ თავისთავადობას და ისტორია ეს არის უკვე წინასწარ ვიღაცის მიერ დაწერილი წიგნის სცენარით განვითარებული მოვლენები და მეორე მხრივ, თქვათ, აი ამ ასეთი სახის ბედისწერას სჯობს ისტორია წარმოვიდგინოთ, თუმცა ეპიკურეს არ ქონდა ესეც არ შეერა, სჯობს წარმოვიდგინოთ როგორც გარკვეულწილად ღმერთების მიერ მეტნაკლებად წარმართულ პროცესად მაინც, იმიტომ რომ ღმერთებზე ადამიანებსაც აქვს გარკვეული გავლენა, თავიანთი თქვათ, ლოცვით, თავიანთი მოქმედებით, თავიანთი მორჩილებით ღმერთებისადმი შეუძლიათ მათი გულის მოგება, შეუძლიათ რისხვის შერბილება, წყალობის დამსახურება და საბოლოო ჯამში ასეთ შემთხვევაში, თუმცა როგორც ვიმეორებ, ეპიკურეს ამის არ სჯერა, მაგრამ რომს დაგვეჯერებინაო წერს ის, ასეთ შემთხვევაში მაინც ადამიანი ხდება მთავარი შემომქმედი ისტორიისა, იმიტომ რომ ღმერთების დამოკიდებულება მათ მიმართ სწორედ ადამიანის ქცევით, აზროვნებით განისაზღვრება.
მათ ესე და მათ ესე ის უარყოფს ყოველგვარ ბედის წერას მეორე როგორც უკვე ვთქვით ჩვენ შემთხვევითობა არ გამორიცხა ეპიკურემ ისტორიიდან თუმცა მას არ მიანიჭა რა თქმა უნდა განსაზღვრელი ფუნქცია და მნიშვნელობა ესეც სავსებით სწორი და ლოგიკური მიდგომაა როდესაც შემთხვევითობას გამორიცხავ მცირე ნაბიჯი პატარა ნაბიჯი გადარჩება ბედის წერის აღიარებამდე, რა თქმა უნდა, მთელი რიგი პროცესებს ეს ბრმა შემთხვევითობა არა, მაგრამ გარკვეულწილად შემთხვევითობის პრინციპიც განაპირობებს ისტორიაში, მაგრამ ისტორიული პროცესის მსვლელობა ეპიკურემ უშუალოდ დაუკავშირა ორ მთავარ ფაქტორს. ერთი ეს არის ადამიანის მოქმედების თავისუფლება და მეორე ეს არის აუცილებლობა. აი ზუსტად ამ ფაქტორთა, ამ ფაზების მონაცვლეობით და ოღონდ მათი ერთიანობით იქნება კიდეც ისტორია, ხდება კიდეც ისტორიული პროცესი. ეს მიდგომა ყოველ შემთხვევაში ძალიან პროგრესულად უნდა მივიჩნიოთ იმ ეპოქისათვის და ალბათ დღესაც მეტნაკლებად გასაზიარებელია ესეთი პოზიცია. რაც შეეხება თვითონ ისტორიკოსს, ჩვენ ორი ისტორიკოსი მოვყავს ელინისტური ხანის ისტორიკოსთაგან, როგორც ყველაზე უფრო ჩემი აზრით მნიშვნელოვანიც, სახელოვანიც და ამავე დროს იმ ეპოქის აი თავისებურებათა ყველაზე მეტად გამზიარებელნი და გამომხატველნი. ერთი ეს არის პოლიბიოსი, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნის ისტორიკოსი არის, წარმოშობით ის ბერძენია, ოღონდ ეს არის ეპოქა, როდესაც ბერძნულ სამყაროზე თანადამობით იწყება და ვრცელდება რომის ბატონობის ეპოქა, ანუ საბერძნეთი როგორც სახელმწიფო ხდება, უქმდება, ის დაპყრობილია რომისაგან და საბერძნეთი ხდება რომის იმპერიის შემადგენელი ნაწილი. თვითონ პოლიბიოსმა 17 წელი იცხოვრა რომში, ის ძირფესვიანად გაეცნო რომის პოლიტიკას, რომაული მმართველობის სისტემას, იმ სოციალურ გარემოს, რაც იმ დროისათვის რომში იყო ეკონომიკურ მდგომარეობას, ანუ მას ჰქონდა ძალიან ზუსტი და მყარი წარმოდგენები თავის თანამედროვე ეპოქის პოლიტიკური, კულტურული, სოციალური, ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ და პოლიბიოსი როგორც ისტორიკოსი სვამს ესეთ კითხვას, ანუ მის კვლევის საგნად იქცევა რა? არა ის თუ როგორი არის რომის პოლიტიკა და რომის მმართველობა დღეს, არამედ რამ განაპირობა ის, რომ რომი გახდა მის დროსვე უზარმაზარი იმპერია, რა თქმა უნდა, შემდგომ საუკუნეებში კიდევ უფრო იზრდება რომის იმპერია, უფრო ვრცელი ხდება, უფრო დიდი ხდება, მაგრამ პოლიბიოსი ამაზე პასუხს ვერ გასცემდა, რა იქნება მომავალში, მას ეს არ არის ისტორიის სფერო, პროგნოზი კი ეყრდნობა ისტორიულ მონაცემებს, მაგრამ ისტორიკოსი არასოდეს არ იკვლევს და ვერც გამოიკვლევს მომავალს, მას შეუძლია იკვლევს წარსული, მას შეუძლია გარკვეული წარმოდგენების შეიქმნას და მკითხველსაც შეუქმნას თუ რამ განაპირობა რომის ასეთი ძლევამოსილება. აი ამ კითხვაზე რომ პასუხი მიიღოს პოლიბიოსმა, მას სჭირდება ძველი რომის კვლევაც, მას სჭირდება აღწერა იმისა, რა ხდებოდა რამდენიმე საუკუნის, 1, 2, 3 საუკუნის წინაც კი, როდესაც რომი როგორც ქალაქი დაიბადა, წარმოიშვა, გაძლიერდა, ჯერ მთელი იტალიის, შემდეგ კი, როგორც მოგახსენდეთ, მეზობელი ტერიტორიების მფლობელი გახდა და მათ შორის მაღალცივილური, ცივილიზებული ბერძნული სამყაროც დაიპყრო, დაიქვემდებარა. ეს კი ნიშნავდა ჩვენ ორი რამეზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ერთი ეს კი ნიშნავდა იმას, რომ პოლიბიოსი თუ კარგი ისტორიკოსია, ის ალბათ კარგად შეისწავლიდა რომის წარსულს,
ოღონდ ამ შემთხვევაში ჩვენ ეს არ გვეხება, ანუ რა ცნობებს გვაწვდის მაინდამაინც რომის წარსულის შესახებ პოლიბიოსი, ჩვენ გვაინტერესებს მეორე. ეს ნიშნავდა იმას, რომ პოლიბიოს უნდა გაეღრმავებინა ისტორია, მისი ისტორიული თხზულება არ უნდა ყოფილიყო მხოლოდ თანამედროვე მდგომარეობის აღწერა. ჩვენ თუ გახსოვთ, ჩვენ წინა ნაწილში საუბარი ქონდა ზუსტად ამ პროცესზე, რომ ხდება ისტორიის გაღრმავება. ამ შემთხვევაშიც სახეზე გვაქვს, რომ თანამედროვე მდგომარეობასთან ერთად პოლიბიოსი გვაწვდის ცნობებს და მსჯელობას იმ საკითხებზე, რომელმაც წარსულში რომის ძლევამოსილება რომის წარსულზე, რომელმაც მის თანამედროვე ეპოქაში რომის ძლევამოსილება განაპირობა. მეორე მხრივ რომის ისტორიის გადმოცემა არ ნიშნავდა მხოლოდ რომაელი ხალხის წარსულის აღწერას ან თანამედროვეობის გადმოცემას, რომ რომის იმპერია უკვე ეს იყო რომით ცენტრში, რომის ჰეგემონობით, მაგრამ მაინც ისტორია იმ ხალხებისა, რომელიც ამ იმპერიაში შედიოდა. ანუ თუ შენ გინდოდა რომის ისტორია ქრისტეს შობამდე მეორე საუკუნეში დაგეწერა, შენ აუცილებლად უნდა დაგეწერა ეს ისტორია იმ ხალხების ცხოვრების ასახვითაც, რომელიც ამ იმპერიაში შედიოდა. სხვა შემთხვევაში რომი იმპერიად ვეღარ ჩაითვლებოდა, სხვა შემთხვევაში რომი ან მარტო ქალაქი უნდა ყოფილიყო, როგორადაც ის თავიდან იყო წარმოდგენილი როგორც ერთი ქალაქი იტალიისა, ან მაქსიმუმ, თქვათ, ეს ისტორია შეიძლება ლოკალიზებული ყოფილიყო ერთი ხალხის, თქვათ, ლათინთა წარსულით. ამიტომაც პოლიბიოსი ჩვენ ამიტომაც შევარჩიეთ, რომ მის ნაშრომებში ორივე ეს ნიშან-თვისება ელინისტური ხანის მართალია ეს უკვე ბერძენთათვის რომაული ეპოქაა, მაგრამ მაინც ელინისტური ხანის ისტორიოგრაფიისათვის არის გამოკვეთილი გაღრმავება ისტორიისა და გაფართოება ისტორიისა. მაშინ ასე ისტორიკოსი რომის მეზობელ სახელმწიფოებსაც და ხალხებსაც უნდა შეხებოდა და ვთქვით უკვე რატომაც, სწორედ ამ მიზეზმა განაპირობა ის, რომ პოლიბიოსის ისტორია არის პირველი მცდელობა მსოფლიო ისტორიის დაწერისა. ამიტომაც ეწოდება მის საინტერესო და ვრცელ ნაშრომს აი ესეთი სათაური მსოფლიო ისტორია 40 წიგნად. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მთლად მსოფლიო ისტორია არ არის, იმიტომ რომ არსებობდა სხვა სახელმწიფოებიც და სხვა ცივილიზაციებიც გარდა რომაულისა, მაგრამ გარკვეული სახით მართლაც შეგვიძლია ის მსოფლიო ისტორიად მივიჩნიოთ. ყოველ შემთხვევაში პოლიბიოსი ასე უწოდებს და თუნდაც ჩვენ ცოტა სკეპტიკურად ვიყოთ განწყობილი ამ სათაურისადმი, ის ძველ ბერძნულთან შედარებით, რა თქმა უნდა, მსოფლიო ისტორია.